ლექსო ლაშკარავა ახსენა ვასკამ და მე რუსთავიორზე ვმუშაობდი მაშინ. როცა ეს ამბავი მოხდა და აი ჩემთვის წითელი წერტილი რუსთავიორზე მუშაობის იყო ზუსტად ეს პროცესი, როცა მაშინ პიესი მიმყავდა ყოველკვირეული გადაცემა და ეთერში გასვლამდე მითხრეს რომ ღარიბაშვილიო არც ნეგატიურ და არც პოზიტიურ კონტექსტში შენს გადაცემაში არ ახსენო. მიხვდნენ რომ ძალიან გამწარებული ვიყავი და რაღაც თქმას ვაპირებდი და გავიკვირვე რანაირად, როცა ის იყო ბრძანების გამცემი, ხო, კანცელარიაში მთავრობის ხდომაზე პირდაპირ თქვა რომ ხალხო დღეს თუ ქუჩაში გამოხვალთ, კონსტიტუციის დაცვას ჩვენ არ ვაპირებთ, ჩაგქოლავენ, რა ვიცი, გაგიმეტებენ სასიკვდილოდ, ასე დაეტიეთ სახლში. ეს იყო კონტექსტი, რაც მან თქვა და მე რაც მოყვა ამ ამბავს, ნახეთ, პოლიციელები არ იყვნენ იქ საკმარისი რაოდენობით შეგნებულად მობილიზებული, რომ ამ რაღაცა რუსულ ბანდფორმირებებს მარტივად შეძლებოდათ ის გაკეთება, რაც გააკეთეს. და ხო მე მაშინ როცა დაიწყო ეს გადაცემა, ტექსტი არ დავწერე ამ გადაცემისთვის და პირდაპირ ეთერში დავხიე ცარიელი ფურცლები და ვთქვი, რომ აი თავზე გადაგვახია კონსტიტუცია, ხელისუფლება. იქ იყო ოპოზიციის კრიტიკა, სასულიერო პირების ასე შემდეგ. და ეს იყო ერთ-ერთი ბოლო გადაცემა. ჩემი უკვე ვიცოდი რომ უნდა წამოსულიყავი იქიდან.